Amnesty International გავლენიანი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს საქმეები, როდესაც იზოლატორებში თუ ჩხრეკის დროს ქალებს დამამცირებლად მოეყვნენ და მათ გაშიშვლება მოთხოვეს, რაც საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა არის, მაშინ როდესაც რაიმე განსაკუთრებული საფრთხე არ წარმოადგენს ადამიანი, თუმცა რა თქმა უნდა საქართველოში პოლიტიკოსებს და იმ ადამიანებს, რომლებიც რეპრესიების საკუთარ თავზე გამოსცადეს, გამოძიების იმედი არ აქვს და სწორედ ამიტომ ერთადერთ გზად და მათ შორის ის რომ გამოხმაურება მოხდა Amnesty International-ის მხრიდან საქართველოში არსებულ სიტუაციას ხმამაღლა საუბარი მიაჩნიათ მთავარ საკითხად, როდესაც ხელისუფლება რეჟიმით ცდილობს რომ დაამციროს აქციის მონაწილეები და განსაკუთრებით ქალები, რომელზეც საუბრობდა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია. ჩვენ ვესაუბრეთ ელენე ხოშტარიას, რომელიც ასევე საუბრობდა მის მიმართ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ქმედებების მიმართ. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ამაზე ღიად საუბარი არის სამხილი ქართული ოცნების წინააღმდეგ, რითიც საერთაშორისო ორგანიზაციებიც ინტერესდებიან და მამხილებელი საბუთი არის, რაც კიდევ ერთი მამხილებელი საბუთი არის, შემდეგ უკვე ეს განცხადებები რეჟიმის წინააღმდეგ. სული დიქტატორული სტანდარტი განსაკუთრებული სისასტიკის და ღირსების შელახვის ქალების მიმართ სამწუხაროდ საქართველოშიც ძალიან ნათლად გამოჩნდა. მე თავად ვიყავი ამის მომსწრე და ძალიან მნიშვნელოვანია ამის მხილება. ის ხო ჩემი мотиваცია ამაზე საუბრის, ამის მხილება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ის რომ Amnesty International დღეს ამ პრობლემას ცალკე გამოყოფს, როგორც პრობლემა ძალიან კარგი, ეს არის პრევენცია, ღირსების შელახვა, უფლებების დარღვევა, დამცირება მათი ჭკუით. ეს არის ერთადერთი სტრატეგია, რაც დარჩა ქართულ ოცნებას. ეს არის სტრატეგია საკუთარი მოქალაქეების მიმართ და მათ შორის ქალების მიმართ. რომ შეხედო ქართული ოცნების ლიდერების საუბარს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ იცავენ ქართულ ტრადიციებს. ფაქტიურად პოლიციელებს აქვთ დავალება მიცემული იმისთვის, რომ გააშიშვლონ ქალები და დაემუქრონ გაუპატიურებით. ასე იქცევიან დღეს პოლიციელები დაკავებული ქალების მიმართ. ეს არ არის ახალი, ამაზე საუბრობდა ელენე ხოშტარიაც. ჩემი კითხვა მათ არის თუ არა ეს ქართული ტრადიცია, რასაც ისინი აკეთებენ პოლიციის განყოფილებებში და მე ვიტყოდი რომ ეს არ არის ქართველობა, ეს არ არის ქართული ტრადიცია და ყველაფერი რაც ხდება ეს არის რუსული. ჩემ შემთხვევაშიც იყო ძალის გადამეტება, იყო კიდევაც ფიზიკური ანგარიშწორება, იყო ასევე მორალური ზიანის მიყენების მცდელობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა. მე მომიწია ხარებას მარშრუტის გამოვლა, ესე რომ ვთქვა, სადაც მიდიოდა სპეცსაზმელების მხრიდან ფიზიკური ანგარიშწორება, იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება დაკავებული მოქალაქეების მიმართ. რამოდენიმე მათგანს დაბრუნებაც იყო და შესაბამისად ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშწორება. Amnesty International მიუთითებს, რომ ქალების მიმართ გენდერული ნიშნის ძალადობა ხორციელდებოდა, დამამცირებელი მოპყრობა და სექსუალური ძალადობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ თხოვდნენ, რომ გაშიშვლებულიყვნენ, რაც არის სტანდარტების, როგორც საქართველოში არსებული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა. თუმცა, მხოლოდ ქალების მიმართ არ ყოფილა მსგავსი მოთხოვნები, რამდენიმე მამაკაცი წყვებოდა იმავე შემთხვევის შესახებ და სხვა აქციის მონაწილეები ყვებიან თუ როგორ გადადიოდნენ ზღვარს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები.